რა თქმა უნდა, ირანში როგორი ხელისუფლება იქნება და როგორი მმართველობა, ეს არის გადასაწყვეტი თავად ირანის მოქალაქეებისა. თუმცა თუ ირანის მოქალაქეები მოინდომებენ მონარქიის აღდგენას, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც თulis სამეფო კლუბი, რადგან კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ მონარქია არის დემოკრატიის საფუძველი, მშვიდობიანობის საფუძველი და გეოპოლიტიკური სტაბილურობის საფუძველი. გარდა ამისა, ამან შეიძლება დიდი დადებითი როლი ითამაშოს საქართველოს ცხოვრებაში და დაარწმუნოს სკეპტიკურად განწყობილი ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ამბობენ, რომ მონარქიას წყვეტა ჰქონდაო და აღდგენა არის შეუძლებელიო. წყვეტა ჰქონდა ესპანეთშიც მონარქიას, მაგრამ აღსდგა. წყვეტა ჰქონდა საქართველოს სახელმწიფოს, მაგრამ მაინც აღვადგინეთ. წყვეტა ჰქონდა, ესე იგი, ავტოკეფალიას, საქართველოს ქართული ეკლესიის ავტოკეფალიას, მაგრამ აღვადგინეთ. და ამიტომ ესე იგი შეუძლებელი არაფერი არ არის. ირანის შიდა საქმეები, რა თქმა უნდა, ჩვენი საქმე არ არის. თუმცა როგორც გარედან დამკვირვებლებს და როგორც ისტორიაში ოდნავ მაინც გარკვეულებს აშკარად მიგვაჩნია, რომ მონარქია არის ხალხის თავისუფლებასა და დემოკრატიის მშვიდობიანობის და სტაბილურობის საშუალება და გარანტი. უფრო დეტალურად ვცლად ამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ, ესე იგი, სამეფო კლუბის YouTube არხი, საუბრები მონარქიაზე და საიტი გვაქვს ჩვენ, ესე იგი, GeoRoyal.g. იმედი გვაქვს მთელი დემოკრატიული, კონსერვატიული, ტრადიციული სოფლიო მხარს დაუჭეს მონარქიას, ანუ დემოკრატიის და სტაბილურობის ხანგრძლივ მშვიდობას. ჩვენ ამის საფუძველს გვაძლევს ის, რომ ჩვენ შინაგანად ქართველი ერი ჯერ მოხდა ძალიან ისტორიული უსამართლობის წინაშე დავდექით, როცა 1000 პირველ წელს დაგვაკარგვინეს საერთოდ ისტორიული სახელმწიფოებრობა, ანუ მონარქია დაგვაკარგვინეს. ეს იყო ძალიან არა სამართლიანი მიდგომა ჩვენს მიმართ, იმიტომ რომ ჩვენ ისეთი სახელმწიფო ვიყავით, სადაც ესე იგი ის ფორმულა, როცა მეფე უნდა ემსახურებოდეს ხალხს და ხალხი მეფე საქართველოში ყოველთვის ამართლებდა, იმიტომ რომ ჩვენ 12 წმინდანი მეფე ვყავდა, ანუ ჩვენთან მეფეები ყოველთვის თავს დებდნენ და მეფეები იყვნენ გარანტი იმისა, რომ ესე იგი საქართველო გადაჩენილიყო და იყვნენ ესე იგი ზნეობრივი გმირობის მაგალითს აძლევდნენ თავის ქვეყანას და თავის ერს და თავის ხალხს, ანუ მფარველები და პატრონები იყვნენ ყოველთვის თავისი ქვეყნისა და ჩვენც აგერ სვეცხოვლის ტაძართან ვართ და ეს აქედან როცა გაერთიანდა ჯერ კიდევ ფარნავაზის დროს საქართველო, აქედან დაიწყო ეს ყველაფერი, ამ ადგილიდან მცხეთიდან დაიწყო ყველაფერი, აი ეს აღდგენა, სახელმწიფოებრიობის აღდგენა შუა საუკუნეებში სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი და იმედია, რომ ჩვენი ხვალინდელი დღის სიკეთე სწორედ აქედან დაიწყება. მადლობთ ყურადღებისათვის.